ცვლილებები საქართველოს მთავრობაში. თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა. ის უსაფრთხოების და კრიზისების საბჭოს მდივნის თავმჯდომარის მოადგილედ გადადის. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბრუნდება ანზორ ჩუბინიძე. იგი ამ თანამდებობაზე თემურ მღებრიშვილს შეცვლის. მღებრიშვილი კი შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლებს. კიდევ ერთი ახალი მოადგილე ეყოლება ალექსანდრე ჭიკაიძეს. ამ თანამდებობას სასჯელ აღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მივიწყებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას, მის გარდაქმნას, უსაფრთხოების სამსახურების გამოყოფას. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები კიდევ უფრო დაეხმარება, რომ განვითარდეს ინსტიტუციები, საბჭო განვითარდეს, სამინისტრო კიდევ უფრო განვითარდეს. ვახტანგ გომელაური დაინიშნება პირველ მოადგილედ და ასევე თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო დაცვის უფროსი, ის დაინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილედ.